მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider, კვლავ ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი სიახლეები, თუმცა დღეს სპეციალური გადაცემა, სპეციალური რუბრიკა ჩვენ ნაწილში ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიის შესახებ, განსაკუთრებული დისკუსია სეზონის ბოლო დისკუსია და ჯამში 31 დისკუსია, რომელიც გაიმართა სასტუმრო პარაგრაფში და სადაც მთავარი სპიკერი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბატონი ლევან ჟორჟოლიანი. თემატიკა წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები. ამ საკითხების ირგვლივ ვისაუბრეთ 100-ზე მეტი წარმომადგენელი კერძო სახელმწიფო სექტორის ანალიტიკური აკადემიური წრეების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან საინტერესო სპიკერებით, როგორც უკვე აღნიშნე მთავარი სპიკერი იყო ბატონი ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პანელზე წარმოდგენილები იყვნენ ბესიკ ჯიქურაული, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ხოსე ენრიკე ვოფილი, აქვალიას რეგიონული დირექტორი ბატონი გიორგი ტყემალაძე, ასევე თბილისის ვიცემერი ზურაბ აბაშძე-თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ხოსე მიგელ სანტოსი, ჯგუფის GVP-ის გენერალური დირექტორი დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე. ძალიან ცლად მიმოვიხილეთ სექტორში არსებული ვითარება. ძალიან საინტერესო იყო დისკუსია მათ შორის ინვესტორი კომპანიის მხრიდან აქვალიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჯამში ფორუმი იყო ყველაზე უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი მისი ისტორიის განმავლობაში, გამოდექნა ყველაზე მეტი სპიკერი იყო წარმოდგენილი, თუმცა მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ძალიან საინტერესო აქცენტები გაკეთა ფორუმის შემდგომ შეფასებებშიც. ჩვენ ფორუმზე ვცლად ჩვენს შემდგომ გადაცემაში ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე ვიდრე დღეს ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებდეთ და ერთ-ერთ გამორჩეულ მთავარ სტუმართან ერთად ვისაუბრებდეთ ფორუმზე, მანამდე მინდა რომ მოვისმინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბატონი ლევან ჟორჟოლიანის შეფასება. საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე ვისაუბრეთ წყლის მართვასთან დაკავშირებით, წყალმომარაგების ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან, თბილისის ცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო ასევე აქტიურად აგრძელებს საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით ინვესტიციების გახორციელებას რეგიონებში. ჩვენი საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ადეკვატური სერვისებით ხარისხიანი წყლის მომარაგება საქართველოს თითოეული მოქალაქის და ასევე ბიზნესის. დიახ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იყო, რომელიც გააკეთა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გქონდა საშუალება, ასე ვთქვათ, მეტი შეფასებების ამ წელში, რომელსაც როგორც უკვე აღნიშნე, ჩვენს შემდგომ რუბრიკებში აუცილებლად ვცლად ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ ბატონმა ლევანმა, როგორც ასე ვთქვათ, მთავარმა სპიკერმა გახსნა ღონისძიება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შეაჯამა არსებული დისკუსია ფართო ჭრილში, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დისკუსიის უმნიშვნელოვანესი სტუმრის შესახებ გვინდა გითხრათ და გამოვიყენოთ შესაძლებლობა და ჩვენ ვესაუბროთ მას. აქვალიას რეგიონულ დირექტორს ხოსე ენრიკე ვოფილის მივესალმები. მოგესალმებით, ბატონო ხოსე ენრიკე. მადლობას გიხდით Business Insider-ში მობრძანებისათვის. და პირველ რიგში აუცილებლად მინდა გკითხოთ ჩვენი გუშინდელი ფორუმის შესახებ. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, გქონდათ შესანიშნავი სიტყვა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სადაც სხვათა შორის მნიშვნელოვანია, რომ ისაუბრეთ არა მხოლოდ აქვალიას შესახებ, არამედ შეაფასეთ საქართველოს საინვესტიციო გარემო მთლიანად. თუმცა გქონდათ საშუალება მოგესმინათ ყველასთვის, სპიკერებისთვის ადგილზე, რა დასკვნების გამოტანა არის შესაძლებელი ამ დისკუსიიდან და თქვენი როგორც მთავარი ინვესტორის ხედვა, როგორია, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები საქართველოს წყალმომარაგების დარგში? Thank you, Georgi.
გუშინდელ შესანიშნავ ფორუმზე მოვისმინეთ საკვანძო უწყებებისა და ორგანიზაციების მოსაზრებები საქართველოს წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისისა და რუსთავის მერიისა და საკრებულოს, ასევე კერძო სექტორისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს წყალმომარაგების სექტორში არსებული ვითარება და მომხმარებლის საკეთილდღეოდ ამ დარგში გასატარებელი ქმედებები. აუცილებლად მინდა გკითხოთ ფორუმამდე არსებული შეფასებები, რომელსაც ცლად ვეცნობოდით, ეს იყო ფიჩის შეფასება და S&P-ს შეფასება Georgia Global Utility ჯგუფის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ამ საერთაშორისო ორგანიზაციების სარეიტინგო სააგენტოების და ჯამში ექსპერტების აღიარების ფონზე რამდენად ხელს გიწყობთ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, რომ ის პოზიტიური შედეგები, რომელიც ახლა გაქვთ და აღიარებულია, ერთ მხრივ შეინარჩუნოთ და მეორე მხრივ გააუმჯობესოთ. უდაოდ ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ამის შედეგებიც თვალსაჩინოა. ეკონომიკის ზრდა კი აისახება ყველა სფეროზე და ერთ-ერთი სწორედ წყალმომარაგების დარგია. თუმცა, რასაკვირველია, აქ აქტუალურია ისეთი საკითხები, როგორიც არის კომპანიის მართვა, შედეგებზე გასვლა, საქმიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს ყველა მხარისათვის და კომპანიებმა დაინახონ გაუმჯობესების რეალური მაჩვენებლები და გაიუმჯობესონ რეიტინგი. ეს ეხება არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგებს, არამედ კომპანიის საქმიანობის შედეგებს. გასულ წელს ჩვენ განსაკუთრებულ შედეგს მივახციეთ. GVP გაწევრიანდა საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს ყველაზე მოწინავე კომუნალური მომსახურების კომპანიებს მსოფლიოში. დიახ, ჩვენ მოვიპოვეთ ჯილდო და GVP მსოფლიოს წამყვანი კომუნალური კომპანიების ჯგუფის შემადგენლობაშია, რაც აშკარა მიღწევების დამსახურებაა. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკრედიტო რეიტინგი, არამედ შედეგები წყალმომარაგების მიმართულებით. ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად და ზუსტად ამ ჭრილში აუცილებლად მინდა გკითხოთ აქვალიას მთავარი სტრატეგიული ინტერესი რეგიონში. რეგიონის დონეზე ჩვენ ძირითადად საქართველოში ოპერირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყნის პოტენციალი უზარმაზარია 2020 წელთან შედარებით, როდესაც ჩვენ განვიხილავდით საქართველოში მუშაობის დაწყებას, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება თვალსაჩინოა, მაგრამ შემდგომი გაუმჯობესებისათვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს აქვს ყველა პირობა, რაც აუცილებელია განუხრელი ზრდისთვის და ყველა სფეროში მოდერნიზაციისათვის. And get modernized everywhere across the board, really. კი ბატონო, ერთ საინტერესო ფაქტი კვლავ ჩვენ რეიტინგებს ვახსენებთ, რაც რა თქმა უნდა მიუთითებს კომპანიის ფინანსურ სიმყარეზე, საოპერაციო მზაობაზე. ამ ფონზე ჩვენ საუბრობდით დღეს დედაქალაქის ვიცემერი გუშინდელ ფორუმზე იყო წარმოდგენილი იყო ქალაქ რუსთავის მერი, თუმცა ჩვენ საუბრობთ თბილისზე, რუსთავზე და მცხეთაზე. ასევე გამომდინარე ამ ვითარებიდან რა მოცულობის ინვესტიციებს ჩვენ შეიძლება ველოდებოდეთ ამ ქალაქების წყალმომარაგების გაუმჯობესების ნაწილში? Well, the volume of investment ინვესტიციების მოცულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ინვესტიციების ამჟამინდელი მოცულობა 5 ჯერ აღემატება იმ დროინდელს, როცა დავიწყეთ ოპერირება და ჩვენ ვაპირებთ მათ გაზრდას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ინვესტიციების ოდენობა, არამედ ის, რომ ეს ინვესტიცია იყოს დაბალანსებული იმ ტარიფთან, რომელიც მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს. უფრო მაღალი ინვესტიციის შემთხვევაში ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას წარმოშობდა მომხმარებლის დონეზე. ამდენად აქ მნიშვნელოვანია ამ ორი ელემენტის დაბალანსება. ინვესტიცია უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად, ნაბიჯ და ამის პარალელურად მთლიანი სისტემის ეფექტიანობა უნდა გაუმჯობესდეს, რათა მომხმარებელმა ეს საკუთარ თავზე იგრძნოს. ამჟამად ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ, ვინაიდან 4 წლიანი საქმიანობის შემდგომ წყლის ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად წყალმომარაგების შეწყვეტის შემთხვევები შემცირებულია, რასაც მომხმარებელმა
მომხმარებელი ხედავს კიდევაც, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამას სჭირდება დრო და ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა მივახციოთ დასახულ შედეგებს და მომხმარებელმა შეძლოს დაუბრკოლებელი წყალმომარაგებისათვის ტარიფის გადახდა. აბსოლუტურად. და აქ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სხვათა შორის დისკუსიაზეც აღინიშნა, რომ გაუმჯობესება არის ძალიან სერიოზული ხელშესახები, იგივე შემცირებული თუნდაც არსებული პრობლემების აღმოფხვრის დროს სწრაფად გვარდება პრობლემები და ამას მოსახლეობა გრძნობს. რუსთავის მერის შეფასებაც მინდა ამ შემთხვევაში ვთქვა, რომ დიდი, ასე ვთქვათ, ცვლება წლებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ახლა ჩვენ უფრო გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ და არა გრანდიოზულ პრობლემებზე, რომლებიც იყო და მართლაც ამ კუთხით პროგრესი გვაქვს. თუმცა მაინც მინდა სატარიფო ნაწილს დაუბრუნდე ამ ჭრილში. ევროპული დონის სტანდარტებით ოპერირება და გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება არის ძალიან რთული ისეთი სატარიფო პოლიტიკის გარეშე. თქვენი გადმოსახედიდან არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა თუ არა ცვლილება სატარიფო მეთოდოლოგიაში, ვინაიდან კვლავ იმისთვის, რომ წყალმომარაგების დარგი განვითარდეს, გაუმჯობესდეს და მოსახლეობამ მიიღოს ის საუკეთესო სერვისი, რომელიც ცხადია მას ჯამში სურს. Yeah, certainly. First, I need to say that უდაოდ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ წყალმომარაგების ტარიფის მარეგულირებელი სისტემა საქართველოში ძალიან დადებითია და ქვეყნის ეკონომიკისათვის პოზიტიურია. დაბალანსებული სისტემაა, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს კერძო სექტორის მხრიდან და ამავდროულად იცავს მომხმარებელს. ტარიფში ყოველთვის გათვალისწინებულია მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხარჯების განაწილება. დიდი უარყოფითი ზეგავლენის და რყევების გამოწვევის გარეშე. ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინვესტიციებისათვის, თუმცა შემდგომი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. სემეკი შესანიშნავად მუშაობს. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს წყლის სატარიფო სტრუქტურის შემუშავების ნაწილში. ისეთი ტარიფის შემუშავების ნაწილში, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო ინვესტიციას და პარალელურად ფინანსურ ხელმისაწვდომობას. დამატებით მსურს გაუმჯობესების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ. ჩვენ გვსურს ოდნავ მეტი წახალისება ტარიფის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მაგალითად, ჩვენ ამ 4 წლის პერიოდის განმავლობაში შევძელით მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ელექტროენერგიის დანახარჯების სისტემაში და თბილისის, მცხეთის, რუსთავის მოსახლეობის რაოდენობის ზრდის მიუხედავად ელექტროენერგიის მოხმარება წყალმომარაგების სექტორში შემცირდა. რატომ? ეს არის ჩვენი ეფექტური პოლიტიკის შედეგი. ჩვენ ჩავანაცვლეთ რამდენიმე სატუმბის სადგური, შემოვიტანეთ ცვლილებები წყლის განაწილების პრინციპში და მივახციეთ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ელექტროენერგიის შემცირებისათვის ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი საქმეა. შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ტარიფზე. ეს არ არის გათვალისწინებული მარეგულირებელი სისტემის მექანიზმში და შესაძლებელია მისი გაუმჯობესება, თუმცა როგორც მანამდე აღვნიშნე, მარეგულირებელი სისტემა კარგად არის დაბალანსებული. მე სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტის დროს მათ ვურჩევ და ვაცნობ ამ კარგ პრაქტიკას. სხვა ქვეყნებს დეტალურად ვაცნობ საქართველოს მარეგულირებელ სისტემას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს არის მომხმარებლის ინტერესებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ძალიან საინტერესო ნაწილი ახსენეთ. თქვენ მინდა ასევე აღვნიშნო და კვლავ ფორუმიდან გავიხსენო რამოდენიმე ნაწილი, მართლაც ქალაქების გამსხვილება და ახალი პროექტების დამატება, ვახსენეთ მასშტაბური პროექტები Eagle Hills-ი, Trump Towers, ასე შემდეგ, რომელიც მათ შორის დედაქალაქს ზრდის მოხმარებას პოტენციურად ზრდის წყალმომარაგებს. ამ კუთხით ცხადია, თქვენ ახსენეთ სემეკთან თანამშრომლობა. ზოგადად როგორია თქვენი მოლოდინი ჯამში კიდევ ერთხელ სახელმწიფოსთან თქვენ გაქვთ მუდმივი კომუნიკაცია მუნიციპალიტეტებთან, კვლავ სემეკთან, მარეგულირებელთან პარტნიორობა და კიდევ ერთხელ რამდენად მზად არის კერძო სექტორი აიღოს კიდევ უფრო მეტი მასშტაბური ვალდებულებები, თუ კი რა თქმა უნდა სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ნაწილია ამ ვალდებულებების, იქნება რეალისტური და ეკონომიკურად და ეკონომიკურ პროცესად გამართლებული.
Well, for sure there is a lot that a company like ჩვენ კომპანიას სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი სივრცე აქვს და ყოველთვის მზად ვართ რეკომენდაციების შეთავაზებისათვის სხვა სფეროებში საინტერესო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენ გქონდა შეხვედრები გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასთან და მათ გავაცანით თანამშრომლობის კუთხით საინტერესო მიმართულებები, ასევე რეგიონებში მუშაობის მხრივ სემეკის და ხელისუფლების პოლიტიკის სტრატეგია. ჩვენ მუდმივად გვაქვს მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობისათვის. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების უმეტესობა ქართველია და უნდა ითქვას, რომ ჩვენს კომპანიაში მხოლოდ სულ რამდენიმე ესპანელი მუშაობს. კომპანია ესპანურია, მაგრამ რამდენიმე ესპანელი თანამშრომლის გარდა აქ ყველა ქართველია და შეიძლება ითქვას, რომ ქართული კომპანია ვართ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას. თან ჩვენი ბიზნესი ვაკეთოთ და თან ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას. We are a Spanish company, but here there are only a handful of Spanish. Everybody is Georgian. So actually our company is a Georgian company. ეხლა მინდა აქვე დაგეთანხმოთ, რომ თქვენი გუშინდელი ფორუმზე გამოსვლაც იყო კომპანიის განვითარებასთან ერთად ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული და ეს აქცენტები იყო და ამისთვის მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად აქვალია ადასტურებს, რომ ინვესტიცია არ არის მხოლოდ ფინანსები, რომ ინვესტიცია არის ცოდნა, შესანიშნავი ცოდნა და შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ვფიქრობ, რომ აქვალია სახით ამ კუთხით მართლაც განსაკუთრებული ინვესტორი ყავს ვიტყოდი ასე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი სტუმრობისთვის, გუშინდელ ფორუმზე გამოსვლისთვის, წარმატება გისურვოთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ყოველთვის გავაშკოთ აქტიურად თქვენი საქმიანობა საქართველოში. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით.